მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმები დამწრე საზოგადოებას, ჩვენს მაყურებელს. მორიგი სხდომა მინდა გახსნილად გამოვაცხადო და წარმოგიდგინოთ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის პროექტი. ჩვენ პირველ საკითხად გვაქვს განკარგულების პროექტი 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების ბიულეტენის ტექსტების დადგენის შესახებ საკითხი. ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი ამავე არჩევნებისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მერის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ. განკარგულების პროექტი ასევე გვაქვს ამავე არჩევნებისთვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და ქალაქ ქუთაისის მერის არჩევნების ბიულეტენების დადგენის შესახებ განკარგულების პროექტი. ასევე გვაქვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და ქალაქ ფოთის მერის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ საკითხი. ასევე ბიულეტენების ტექსტების დადგენის საკითხი გვაქვს ქალაქ ბათუმის შემთხვევაში. მომდევნო საკითხად გვაქვს თვითმმართველი თემის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების ბიულეტენების ტექსტების დადგენის საკითხი. ასევე გვაქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების ქართულ, აზერბაიჯანული და ქართულ სომხური ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ განკარგულების პროექტი. მერვე საკითხად გვაქვს ამავე არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. სხვადასხვაში არაფერია, შესაბამისად თუ კითხვები, მოსაზრებები არ არის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტთან მიმართებაში, დღის წესრიგს ვაყენებ კენჭისყრაზე. გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. მადლობა, დღის წესრიგი დამტკიცებულია. შესაბამისად გადავდივარ პირველი საკითხის განხილვაზე. როგორც უკვე აღნიშნე, წარმოდგენილი არის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების ბიულეტენების ტექსტის დადგენის შესახებ განკარგულების პროექტი. ამ მიზნით მინდა ვთხოვო საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს მოგვაწოდოს ინფორმაცია განსახილველი განკარგულების პროექტის შესახებ. გისმენთ? მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ 18 სექტემბერს იყო ბოლო ვადა საარჩევნო სუბიექტებისათვის კანდიდატების მოხსნის უფლებამოსილება ჰქონდათ 18 სექტემბრის 6 საათამდე. შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი არის განკარგულების პროექტი ქალაქ თბილისის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენის ტექსტები, როგორც პროპორციულ ნაწილში, ასევე მერის ნაწილში, რაც შეეხება მაჟორიტარებს, მაჟორიტარების ბიულეტენების ტექსტები წარმოდგენილი არის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესაბამისად. მადლობა, აქვე აღნიშნავ, რომ თბილისის პროპორციულ ნაწილში მოცემული არის 12 საარჩევნო სუბიექტი, რაც შეეხება თბილისის მერის შემთხვევაში წარმოდგენილი არის 9 სუბიექტის მიერ, ესე რომ ვთქვათ, რეგისტრირებული მერობის კანდიდატები. ისევე როგორც შემდგომ ასევე ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების მიხედვით მიყვება კანდიდატების რაოდენობა, რომლებიც რეგისტრირებული არის შესაბამისი კომისიების მხრიდან. კოლეგებო, თუ კითხვები არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. საკითხი გადაწყვეტილია, ვასრულებ კენჭისყრას, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება იდენტურ შინაარსს და თითქმის ყველა მომდევნო საკითხები ასევე მსგავსი შინაარსის არის. უბრალოდ ამ შემთხვევაში განსახილველად წარმოგიდგენთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მერის არჩევნების ბიულეტენების ტექსტს.
აქვე მინდა გავმარტო, რომ ყველა ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს იქნება მიღებული ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს და სრულყოფილად ყველა ინფორმაციას კონკრეტული სუბიექტებისა და კანდიდატების შესახებ. შესაბამისად, კითხვები თუ არ არის რუსთავთან მიმართებაში, განკარგულებას ვაყენებ კენჭისყრაზე. იაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას, საკითხი გადაწყვეტილია, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ქუთაისის მერის არჩევნების ბიულეტენის ტექსტის დადგენას. შესაბამისად, კითხვები თუ არ არის, კოლეგებო, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას. გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რა თქმა უნდა, საკითხი გადაწყვეტილია. მომდევნო საკითხი უკავშირდება ასევე ბიულეტენების ტექსტის დადგენას, ამ შემთხვევაში ქალაქ ფოთის საკრებულოსა და ქალაქ ფოთის მერის შემთხვევებს. შესაბამისად, თუ კითხვები არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას. გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის საკრებულოსა და ქალაქ ბათუმის მერის არჩევნების ბიულეტენის ტექსტების დადგენას. შესაბამისად, კითხვები თუ არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას, საკითხი გადაწყვეტილია, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც ამ შემთხვევაში უკავშირდება ზოგადად თვითმმართველი თემის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების ბიულეტენების ტექსტის დადგენას. შესაბამისად, ეს ყველაფერი დეტალურად მოცემული არის დანართის სახით, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. დაინტერესებული პირებისთვის და თუ კითხვები არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას. საკითხი გადაწყვეტილია, გადავდივარ მომდევნო საკითხზე, რომელიც უკავშირდება საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური ბიულეტენების ტექსტების დადგენას. შესაბამისად, თუ კითხვები არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. გავიაროთ რეგისტრაცია.
საკითხი გადაწყვეტილია, ვასრულებ კენჭისყრას და გადავდივარ რიგით ბოლო საკითხზე, რომელიც უკავშირდება, როგორც უკვე გითხარით, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მომართვას, რომლის თანახმადაც მოთხოვნილი არის რეგისტრაციის გაუქმება, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის, შესაბამისად წარმოდგენილი არის პროექტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აღნიშნული ორგანიზაციისთვის. შესაბამისად, თუ კითხვები არ არის, განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭისყრაზე. ავიაროთ რეგისტრაცია. მადლობა კოლეგებო. საკითხი გადაწყვეტილია, ვასრულებ კენჭისყრას, როგორც აღნიშნეს იყო დღისასრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი, შესაბამისად სხდომას დახურულად ვაცხადებ. მადლობა მონაწილეობისთვის.